გამარჯობა. მინდა რომ შიშის შესახებ გესაუბროთ. რადგან ძალიან ბევრს ვიკვლევ შიშთან დაკავშირებულ საკითხებს, შიშის ფენომენს, რეაგირების ფენომენს და მე პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვარ, ამიტომ ჩემს პრაქტიკაში ასე ვთქვათ, ძალიან ბევრს ვაკვირდები ამ საკითხს და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაქვს გამოცდილება ამ კუთხით. და ნახეთ რა ხდება. შფოთვითი აშლილობების დროს, პანიკის დროს, ეს ვისაც ეს ჭირს, იმან იცის, მაგრამ რომც არ გჭირდეთ შფოთვა ან შიში, ხო? როგორც დიაგნოზი ვთქვათ. არის სიტუაციები, როდესაც ადამიანი ჩათვლის და იგრძნობს თავს როგორც გამოუვალ მდგომარეობაში, ხო? რომ აი ჩიხშია, არ არის გამოსავალი და ნახეთ, შიში პიკს აღწევს სწორედ იმ დროს, როდესაც აი ტვინი გადაწყვეტს, რომ ეხლა არის გამოუვალი მდგომარეობა, აი გადარჩენა არ არის. ხო, აი რაღაცნაირად გამოსავალს ვერ ხედავს და აი ამ დროს იწყება პანიკა. და ნახეთ როგორ არის რა. ეს პანიკა ძალიან ძლიერია, შეიძლება გაშეშება მოხდეს, თუ კი ადამიანი ვერც კი გარბის, გაქცევა, ეს არის უფრო აქტიური ინსტინქტი, ხო, რომელიც ემსახურება გადარჩენას. გესმით? და ადამიანი თავისუფლდება შიშისგან, პანიკისგან და შველის მას ეს გაქცევა გარკვეულ პერიოდში. მაგრამ თუ კი ტვინი გადაწყვეტს, აი გაქცევაც მას არ შეუძლია, აი გამოსავალი არ არის რა, ჩაიკეტა, ხო? აი რაც არის ხოლმე ჩაკეტილ სივრცეში, როდესაც შიში ეწყება ადამიანს, ხო? სიმბოლური შიშია ეს, ხო? ამ დროს ადამიანი შეიძლება გაშეშდეს, აი გაშეშებაც არის ინსტინქტი, რომელიც შეშდები და ეს უკვე აი არ არის აქტიური ინსტინქტი, ან ნაკლებად ემსახურება გადარჩენას, უფრო პასიური ინსტინქტია და უფრო აი ისეთი ინსტინქტია რა, რომელიც არ გეხმარება, აი ჯობია რომ აქტიური ინსტინქტში იყოს ადამიანი, ვიდრე აი ესეთი ტიპის ინსტინქტებში რა. მაგრამ ნახეთ, ის რომ საკუთარი თავი გადაირჩინოთ, რომ აი ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს გონება, ხო? და თქვენი თავი არ მიიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ აი გამოუვალი ამ მდგომარეობა, ხო? ამიტომ თქვენ უნდა წინასწარვე იმუშაოთ იმაზე, რომ გონებას მიაწოდოთ მუდმივად ინფორმაცია, რომ გამოსავალი არის ყველაფრიდან. და დღესდღეობით, დღევანდელ სამყაროში, ხო? არ არსებობს რა, თითქმის არ არსებობს სიტუაცია, სადაც აი მდგომარეობა გამოუვალია. ყოველთვის არის რაღაც გამოსავალი, ხო? ესეა, აი არ ვიცი, ალბათ მილიონიდან ერთი კაცი შეიძლება აღმოჩნდეს რაღაცა აი გამოუვალ მდგომარეობა. არ არის ეს სიტუაცია ესე, რომ გამოუვალი იყოს მდგომარეობა. ყოველთვის არის გამოსავალი. ნახეთ? მაგრამ ადამიანის გონება ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. სუბიექტურად შეიძლება ჩათვალოს, აი რაც პანიკების დროსაც ხდება, ხო? პანიკის დროს. სუბიექტურად ჩათვალოს ადამიანმა, რომ ეხლა გამოუვალი მდგომარეობაა და უკვე სხეული გადადის აი ინსტინქტურ მდგომარეობაში, უკვე გაშეშება, პანიკა და ადამიანი ვეღარ მოქმედებს, ხო? ამიტომ თქვენ თავი უნდა ამუშაოთ იმაზე, რომ ყოველთვის მიაწოდოთ ტვინს, რომ აი ყოველთვის არის გამოსავალი. როგორადაც არ უნდა გეგონოს, რომ აი ეხლა რაღაც ჩიხში შევედი, რაღაც კუთხეში ვარ მომწყდეული და აი აქედან ვერ გავალ, ხო, ან ვაიმე, აი ვსო რა, აი ყდები ეხლა, ხო? არა, ანუ აუცილებლად რაღაცა იქ არის გამოსავალი. ანუ ეს არის შენი სუბიექტური აღქმა ამ სიტუაციისა. გესმით? ნახე, თქვენი ტვინი იცოდეთ, რომ აი ტვინი თვითონ დაპროგრამებულია ამაზე, რომ თვითონვე მოძებნის გამოსავალს, სიმბოლურ გამოსავალს მოძებნის, ხო? მოიფიქრებს, აი რაც უნდა გააკეთოთ თქვენ, უბრალოდ უნდა მისცეთ ნება თქვენ ტვინს, რომ მუდმივად იყოს გამოსავალზე ორიენტირებული. აი
რაც არ უნდა მოხდეს ამ ცხოვრებაში, რაც არ უნდა შეგემთხვეთ. აი, ყოველთვის რომ აი რა არის გამოსავალი, რა შეიძლება გამარჯობა მაიკო, მადლობა. რა შეიძლება გაკეთდეს. ხო? რა აი ყოველთვის გამოსავალისკენ წადით. ამ შემთხვევაში აი თითქმის გამორიცხულია რომ ან ღრმა დეპრესიამდე შეხვიდეთ, ან გართულებულ მდგომარეობამ და ყოველთვის იქნება თქვენი ფსიქიკა მდგრადი, თუ თქვენ ტვინს მიაჩვევთ რომ ყოველთვის წახვიდეთ გამოსავლის ძიებისკენ. და აი ისეთი მდგომარეობა, როდესაც გამოცდიათ შფოთვითი აშლილობების დროს, ხო, აი პანიკების დროს, შეტევის დროს, ხო, რომ აი ხა ცუდათავ რა, აი მორჩა რა, აი ადამიანი უკვე აი ტვინი იკეტება, ხო, ადამიანის ჭკვიანი გონება და უკვე აი იმაზეა რომ აი დამთავრდა რა და პიკს აღწევს ეს მდგომარეობა, ხო? იცოდეთ რომ ესეც გადავლადია აუცილებლად, რამდენიმე წუთი გრძელდება და სანამ აქამდე მიხვალთ, ნახე, აი ყოველთვის შემზადებ, აი ნახე ამ მომენტში რა ისი ეშინია გონებას ტვინს, ხო, რომ სხეულს ემუქრება საფრთხე. ხო? ერთადერთი რაშიც უნდა დავარწმუნოთ ჩვენი თავი, რომ ჩვენ სხეულს ჩვენს გადარჩენას არ ემუქრება საფრთხე. ოკეი? ნახეთ, რომ აუცილებლად რაღაცა გამოჩნდება საშველი, ხო? ვიღაცა დაგეხმარებათ. რაღაცა იქნება, რაღაცას მოიფიქრებთ. ჩემი ფისო, რაღაცას მოიფიქრებთ, ხო? გამოსავალი აუცილებლად არსებობს. საფრთხე არ გადავრჩები, რამეს მოვიფიქრებ. აი, ეუბნები თქვენ თავს. რაღაცა იქნება, გადავრჩები. საფრთხე გადაივლის, გადავიტან, ვიღაც დამეხმარება. კიდევ ერთი დამხმარე, აი ვიღაცა დამხმარე გამოვალ სიტუაციაში არის აი ძალიან კარგი რამ, აი ვიღაცა მეორე ადამიანი, ხო? რომელიც აი გამოვალ სიტუაციაში გეხმარება, იმ მომენტში საჭიროა და ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ რა, ამიტომ ერთიანობა, აი ვიღაცასთან გაერთიანება, ხო? ესეც იცოდეთ რომ ძალიან კარგი გამოსავალია, ხო? ამიტომ იფიქრეთ ამ კუთხით წადით, ასე ვთქვათ. და კიდევ ერთი რაც მინდოდა მეთქვა დღეს, რა თემასაც მინდა შევეხოთ, რომ დიახ, ჩემო კარგებო, ევროპა საქართველოს კი არ უნდა ჭირდება. ანუ საჭიროა საქართველოსთვის და რატომ ნახეთ, ევროპის ქვეყნებს ყველა ინდივიდუალურია თავისი ყველას თავისი არ ვიცი ინდივიდუალური შეხედულებები აქვს ამ ქვეყნებს და სხვადასხვანაირად ვითარდება ეს ქვეყნები, მაგრამ საერთო ამათ რაც აქვთ, ეს არის კანონის უზენაესობა. ანუ კანონი არის აღსრულებული იქ და ყველასთვის ვინც არ უნდა იყოს იქ ადამიანი, კანონი სრულდება, ანუ პირველ ადგილზე დგას კანონი. რამდენი ცუდი უარყოფითი მხარეც არ უნდა გქონდეს თუ დადებით, ეს საკამათოა. ეს არ მაინტერესებს. პირველი არის ის, რომ კანონი იქ არის პირველ ადგილზე. და ნახეთ, საქართველოს და საქართველოსნაირ ქვეყნებს, ხო? რა ჭირდება? რა აკლიათ? აი უბრალოდ დაფიქრდით. სამართლის აღსრულება, ჩემო კარგებო, აი რამდენს გიგრძვნიათ თქვენს, რომ აი რაღაცა შეგემთხვა, სადღაც დაგჩაგრეს, იქ სამსახურში, იქ სადღაც და აი იცი რომ სამართალს ვერ მიაღწევ, აი ასრიც არა აქ არაფერს. ან აი იმხელა პროცედურები, იქაც იმედი არ გაქვს, ხო? ანუ იმედი არ გაქვს, რომ კანონი აღსრულდება, აი სამართლიანობა აღსრულდება კანონიერად. ან საერთოდ კანონის აღსრულება, კანონი არის, მაგრამ აღსრულება არ არის კანონის, ხო? ეს არ გვაქვს საქართველოს. საქართველოს გვაკლია წესები. ყოველთვის ვამბობ, ადამიანს რაღაც ეტაპზე თავისუფლების შემდეგ სჭირდებათ თავისი წესები. წესები, რომელიც დაგვიცავს ერთმანეთისგან, იმიტომ რომ
ყოველთვის არის განსხვავებული აზრი, განსხვავებული მოქცევა, განსხვავებული ადამიანები, რამ უნდა დაარეგულიროს ეს? თუ არა უხეშმა ძალებმა, არ ვიცი რაღაცა დაჯგუფებებმა, იმან ამან, ხო? რა არის ყველაზე კონსტრუქციული რაც არსებობს დღევანდელ სამყაროში? წესი, კანონი. ანუ ეგ არის პირველი, რაც გიცა, უნდა დაგიცვას. მაშინ შენ უნდა დაიცვა შენი თავი და შენ დაიღო იარაღი, ხო? რაც ადამიანები შევთანხმდით, რომ არ გვინდა ეს იარაღი, არ გვინდა ერთმანეთის მოკლა, ხო? ანუ პირადი შურისძიებები არ გვინდა, მოდი ვირჩევთ სახელმწიფოს და სახელმწიფო დაგვიცავს ჩვენ კანონის შესაბამისად. კი, ის კანონები არ არის იდეალური, იმიტომ რომ შექმნილია, დაწესებულია, არის იქ ხარვეზები, მაგრამ სხვა ამაზე უკეთესი სტრუქტურა არ არსებობს. ოკეი? ამიტომ ნახეთ, ევროპისკენ გვინდა და ეს რაღაცა იდეალისტური გამონათქვამი არ არის და ის არ არის, რომ ის ლამაზი ქვეყნებია და ასე შემდეგ. ეგ არ არის. ის არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვაკლია. გვაკლია კანონის აღსრულება. დაცვა ადამიანებს გვაკლია, ხვდები? თითოეულ ადამიანს გვაკლია. აი, ყველას უგრძვნია თავის ცხოვრებაში, აი ზუსტად ვიცი, რომ არ აღსრულდა სამართლიანობა და იმედიც არ აქვს. ხო? და გაბრაზებულ ხარ და გაბრაზებული გიცხოვრია ამის გამო. ხო? ამიტომ კი, გვჭირდება კანონი და ამას მოგცემს ევროპა. ამას ჩვენ თვითონ ვერ ვაძლევთ ჩვენ თავს, ხო ხედავთ, არა? ხო? ამიტომ არც ერთ სხვა ქვეყნებში, გარდა ევროპისა და გარდა, ვთქვათ, ინგლისისა და ნუ განსაკუთრებულად განვითარებული ისიც ყოფილი ევროპის წევრი, განსაკუთრებული ქვეყნებისა, კანონი არ არის აღსრულებადი და აი ესე ძალაში მყოფი, ხო? სწორედ ამიტომ, პირველ რიგში ამიტომ გვჭირდება ევროპაში შესვლა რა, რომ თვითონ ქართველი ხალხს გქონდეს ის რაც არა გვაქვს ბუნებრივად, არა გვაქვს, ეს ჩვენი მინუსია, მაგრამ უნდა გქონდეს, სხვანაირად სამართლიანობა ვერ აღსრულდება. აი ამიტომ გვჭირდება, გვინდა არ არის, სურვილი არ არის, გვჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენ ეს გვჭირდება. მე შეგიძლია, ანუ არ გინდოდეს, ანუ გამოხვიდე შენს ევროპიდან თუ ესეთი რაღაცა აშენდი ქვეყანა და სასწავლო დონეზე დადექი. ოკეი? ანუ მე არ გეუბნებით ამაზე არაფერს, მაგრამ ამ ეტაპზე გვჭირდება. ლელა, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ ისმენდით და დროებით.